ტრამპის მიერ წამოწყებული ეკონომიკური ომი და Deep State-ის ჯერაც მძლავრი გავლენები საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებისთან ურთიერთობის გადასატვირთად მზად არის, თუმცა ჯერი ახლა ვაშინგტონზეა. მთავრობა კონკრეტულ სიგნალს ელის. გიორგი აბაზაძე გიამბობთ. მთავარი შედეგი არის ის, რომ საზოგადოებამ ძალიან ბევრი რამ სხვანაირად გაიგო. უკვე ხედავთ, რომ ახალი ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებში საუბრობს იგივეს წინა ხელისუფლებაზე, რასაც ჩვენ საუბრობდით. ამერიკას საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვისკენ ნაბიჯი ქართულმა ოცნებამ დიდი ხანია გადადგა, ახლა კი ვაშინგტონიდან საპასუხო ქმედებებს ელოდება. იმის მიუხედავად, რომ ჯერჯერობით Deep State-ის მძლავრი აგენტურის პირობებში ამის პერსპექტივა არ ჩანს და მხოლოდ დუმილია პრემიერი იმედს იტოვებს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა გადაიტვირთება, მაგრამ ამას თავისი წინაპირობა აქვს. ტრამპი ამარცხებს Deep State-ს, ამ შემთხვევაში ეს არის ჩვენთვის, რა თქმა უნდა, კარგი სცენარი. რაც ხელში უწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებას საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, მაგრამ თუ ტრამპი ვერ დაამარცხებს Deep State-ს, ამ შემთხვევაში არის რისკი იმისა, რომ ისევე გაგრძელდეს მოვლენების განვითარება, როგორც ეს გრძელდებოდა გასული 4 წლის განმავლობაში. ჩვენ ორივე სცენარისთვის ვართ მზად, ვერც ერთი სცენარის პირობებში ვერავინ ვერ შეარყევს ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. ფაქტია, რომ ტრამპიც ისეთივე იარაღია ომის პარტიის ხელში, როგორც ბაიდენი იყო ოღონდ სახეშეცვლილი. აგენტურის მიზნები კი უკვე ყველასთვის ცნობილია. მართული დასავლური სტრუქტურები არა საქართველოს დახმარებას, არამედ ქვეყნის არევასა და რევოლუციის მოწყობას ცდილობენ. ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის გაუარესდა ზუსტად იმის გამო, რომ ორგანიზაციები, როგორც არის USAID, NEDI, სხვადასხვა პროპაგანდისტული თუ ფულის მხარჯველი ორგანიზაციები დაკავებული იყვნენ საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრით, საქართველოს საზოგადოებაში ჯგუფების ერთმანეთზე წაკიდებით და შუღლის ჩამოგდებით, ეკლესიაზე თავდასხმით და ამით საზოგადოების გახლიჩვით, ღირებულებებზე, ტრადიციულ ღირებულებებზე თავდასხმის დაფინანსებით, ურთიერთობების ასე ვთქვათ, აღსადგენად თუ მოსაგვარებლად მნიშვნელოვანი იყო, რომ წინა ადმინისტრაციას ეღიარებინა საკუთარი გადაცდომები. გლობალური ომის პარტიის ღრმა ფესვებსა და განუსაზღვრელ ძალაუფლებაზე ვრცელი წერილი ზაზა შათირიშვილმა დაწერა, რომლის შეფასებით Deep State ყველა იმ მტრულ საქმიანობას განაგრძობს, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის ხელით იყო დაწყებული. ფილოსოფოსის წერილის მთავარ პოსტულატს იზიარებს გოგა ხაინდრავა. ტრამპის ადმინისტრაციამ ეკონომიკური ომი გამოუცხადა მთელ მსოფლიოს. ამ 2 წლის განმავლობაში, როდესაც ევროპის შუაგულში ძინვარებს ომი, თუ დავამატებთ ამას ეკონომიკურ ომს, ჩვენ ერთ ნაბიჯია მსოფლიო ძალიან სერიოზული კატასტროფისგან, რასაც ბირთვული ომი ქვია. მეგობრებს ესე არ ექცევიან, როგორც ამერიკამ მოექცა გინდა დიდ ბრიტანეთს და გინდა ევროკავშირს. არანაირი მეგობრობა ქვეყნებს შორის არ არსებობს. ეს არის დიდი ტყვილი, ეს არის იმისი მაკეინის და აკერმანის ეს საწამლავი. ვინ არის ჩვენი მეგობარი? ხაცკა არის ჩვენი მეგობარი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც გუშინ წინ განაცხადა, რომ უნდა მოვითხოვოთ, რომ ვიზა ლიბერალიზაცია შეუჩერონ საქართველოს და ვითომ ბიძინა ივანიშვილს სჯიან ამით. შემსრულებლები დავალების აი ამ Deep State-ს რო ეძახიან, ხო, ვითომ ჩვენ გვაბრალებდნენ რაღაცა მოვიგონეთ ჩვენ ომის პარტია. აგერ თუ მოვიგონეთ ომი, თელ ომს სოფლიოს გამოუცხადეს ეკონომიკური ომი. საქართველოს წინააღმდეგ მთავარი იარაღად გლობალური ომის პარტია ევროპას იყენებს, რომელიც ამავდროულად გაკეთებული შეფასებით მისი მსხვერპლიცაა. ახლა ტრამპის ადმინისტრაციის ხელით ევროპას აბრალებენ ყველა იმ დანაშაულს, რომელიც Deep State-მა ჩაიდინა.